გორში გუშინ დედაშვილი დაკრძალეს. ავარია, რომელსაც ახალგაზრდა ქალი და მისი 3 წლის გოგონა ემსხვერპლდნენ 13 ივლისს გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. დედაშვილი გორის ცენტრში ზებრა გადასასვლელზე გადადიოდნენ, როცა მათ დიდი სიჩქარით მოძრავი ჯიპის ტიპის ავტომობილი შეეჯახა. დედაც და შვილიც კლინიკაში გადაიყვანეს, ქალი მალევე დაიღუპა. ბავშვის გადასარჩენად ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ეს მძიმე ამბავი ერთი ოჯახის ტრაგედიის მასშტაბს, რა თქმა უნდა, ცდება. ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. რა მოხდა და რამ შეიწირა დედაშვილის სიცოცხლე? მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი რევაზ ელიზბარაშვილი, რომელიც ავტომობილს სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს და 12 წლიანი ციხეც ემუქრება. ეს სასჯელი ემუქრება მძღოლს, რომელიც 13 ივლისის ღამეს საჭეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ამ საბედისწერო ღამემდე კი რევაზ ელიზბარაშვილმა მინიმუმ 225 კანონდარღვევა ჩაიდინა, რადგან ზუსტად ამდენია იმ ვიდეო ჯარიმების რაოდენობა, რომელიც მის სახელზე ფიქსირდება. ანუ მძღოლი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბების ან სხვა ტიპის ადმინისტრაციული გადაცნობების გამო 225 ჯერ იყო დაჯარიმებული, ისევ ინარჩუნებდა მართვის მოწმობასაც, ავტომობილსაც და უფრო მეტიც საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაშიც ჯდებოდა. რა მოხდა იმ საზარელ ღამეს? ამ კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს, რა თქმა უნდა, პასუხი, მაგრამ დაღუპულების ოჯახის წევრებს უკვე აქვთ ბევრი შეკითხვა, განსაკუთრებით იმ კადრების შემდეგ, რომელიც სათვალთვალო კამერებმა გადაიღო. მოდით ვნახოთ ახლა კიდევ ერთხელ აი ეს კადრები, რა ჩანს ამ კადრებში. ამ კადრებში ჩანს, რომ ელიზბარაშვილის ავტომობილთან ავარიიდან ძალიან მალე ჩერდება კიდევ ერთი მანქანა, თუ შეიძლება რომ გაუშვათ თან ეს კადრები და თან აღწეროთ, რას ვხედავთ ჩვენ ამ კადრებში. ავარიიდან, როგორც გითხარით, მალევე ამ ავტომობილთან ჩერდება კიდევ ერთი მანქანა. დაღუპული დედაშვილის ოჯახის ინფორმაციით, იქიდან გადმოდის ქალი, დაკავებული ელიზბარაშვილის მეუღლე სავარაუდოდ. ეხლა ეს კადრებია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ახლა პირდაპირ ეთერში და როგორც გითხარით, მეორე მანქანა ჩერდება ავარიის ადგილთან. აი ახლა ამას ვხედავთ კადრში, გადმოდის ქალი, რომელსაც ოჯახი ამბობს, რომ ეს არის ელიზბარაშვილის მეუღლე, რომელიც ასევე გარდაცვლილების ოჯახის წევრების ვარაუდით გაყვა ნასვამ ქმარს, რადგან მან საჭესთან შესაძლოა ვარაუდია ესეც, რომ შეიძლება დასვა არასრულწლოვანი შვილი. კიდევ ერთხელ გაუსვავ ხაზს, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვერსიებია, მაგრამ რატომ ვარაუდობს ამ ყველაფერს ოჯახი? ირმა ამბარდნიშვილი მოგვიანებით იქნება ჩვენი სტუმარი, მასთან ერთად უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამ თემაზე და ყველა იმ კითხვაზე, რაც აქვს ოჯახს, მაგრამ მანამდე ჩვენ გვექნება და დავიწყებთ ამ გადაცემას პირდაპირი ჩართვით გორიდან. ჩვენი ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი უნდა შემოგვიერთდეს ახლა პირდაპირ ეთერში, ის იმყოფება ტრაგედიის ადგილზე და მასთან ერთად ჩვენ შევეცდებით, რომ მაყურებელს ვაჩვენოთ, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები ადგილზე, სადაც ქვეითად მოსიარულეებისთვის განკუთვნილი ზებრა გადასასვლელი თითქმის სრულად წაშლილია. ლადო, მოგესალმები და დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. შენ ახლა იმყოფები ტრაგედიის ადგილზე, სადაც ეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა და მინდა რომ ახლა ერთად შენი საშუალებით ვაჩვენოთ სწორედ მაყურებელს, რა ხდება ადგილზე და აი როგორ გამოიყურება ის ადგილი, სადაც ეს საზარელი ტრაგედია დატრიალდა. საუბარია იმაზე, რომ ზებრა გადასასვლელი თითქმის სრულად წაშლილია. აი ეს რამდენადაც შესაძლებელია, რომ ვაჩვენოთ ეს ვითარება ახლა მაყურებელს. მოგესალმებით, თამარ, თავდაპირველად გეტყვით, რომ თითქმის ერთი კვირაა ქალაქი გორი ისევე როგორც საქართველოს სხვა დანარჩენი ნაწილი შოკიდან ვერ გამოდის. ის კადრები, რომელიც ფრაგმენტულად ნახეთ ახლა, ასახავს სწორედ ამ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც დედაშვილის სიცოცხლე შეეწირა. თქვენს კითხვებზე ოდნავ მოგვიანებით გადავალ, მანამდე გაჩვენებთ შემთხვევის ადგილს. აი აქ არის უკვე დღეს დილიდან უკვე სასანთლე დაგვდა, აქ მოდიან მოქალაქეები და სწორედ გარდაცვლილი ტრაგიკულად დაღუპული დედაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად ანთებენ სანთელს, ასევე
3 წლის მარტას პატივსაცემად აქ მოდიან მოქალაქეები, რომლებსაც მოაქვთ სათამაშოები და დებენ სწორედ ტრაგედიის ადგილზე ყვავილების სათამაშოები და ასეთ გამოხატავენ პატივისცემას. საკმაოდ მდუმარეთ მიდის ეს გლოვა, თუმცა ყველაზე ხმამაღლად შეიძლება ჩაითვალოს ეს მდუმარებაც. აი გაუფრთხილდეთ სიცოცხლეს ეს დადო თია კეჩხუაშვილმა, რომელიც პირველი სათამაშო დადო ტრაგიკული შემთხვევის ადგილზე და ამის შემდეგ ხედავ თუ აქ რა სურათიც არის და ასევე გაჩნდა ინიციატივა რომ სიცოცხლის გაფრთხილების სიმბოლოდ გადაიქცეს 3 წლის გარდაცვლილი ბავშვის ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის სიცოცხლე და ნებისმიერმა სიმბოლურად ნებისმიერმა აქედან ერთი სათამაშო აიღონ და სახლში წაიღონ იმისთვის რომ გაუფრთხილდნენ სიცოცხლეს. რაც შეეხება საგზაო მოძრაობის წესებს, აი აქაც გეტყვით ზებრა გადასასვლელი. მე მგონი ჩანს ალბათ უფრო სხვა რაღაცა საშუალებებით უნდა დავაკვირდეთ რომ აქ ან ექსპერტიზა გამოვიძახოთ, რომელიც ითქვის რომ აქ ოდესღაც ზებრა გადასასვლელი იყო. თუმცა აი რამდენიმე ფრაგმენტი წითელი და თეთრი საღებავის ნათლად ჩანს, აი ამის შემდეგ დაახლოებით ალბათ 1 წელიწადია, რაც ზებრა გადასასვლელის ამოცნობა აი ამ ადგილზე სწორედ შეუმჩნეველია, მაგრამ ეს არავის არ ათავისუფლებს პასუხისგებლობისგან, იმისგან რომ აქ იმ სიჩქარით არ უნდა გაიარო, რა სიჩქარითაც მოძრაობდა ახლა უკვე ბრალდებული. აი ლადო, მოდი აი აქ შევჩერდეთ 1 წუთით, აი ნამდვილად რომ კვალი ჩანს რომ ოდესღაც იყო აქ ზებრა გადასასვლელი და შემდეგ გადაშლილია, მაგრამ მოდი აი საგზაო ნიშნები გვაჩვენე, არის თუ არა იმის მიმანიშნებელი რომ აქ არის ზებრა გადასასვლელი, ანუ შეღებილი გზის სავალი ნაწილთან ერთად საგზაო ნიშანიც უნდა იყოს, მან რომ არის ქვეითად მოსიარულეებისთვის. არის საგზაო ნიშანი ზებრა გადასასვლელის არის. აი ეს ხედავ მე უბრალოდ ვერ გადავალ. კი ბატონო. მე არის უკვე პარკირების ნიშანი, თუმცა ეს არის ერთი მხრიდან, როგორც ვიცი, აი მეორეც ვნახოთ, აი აქაც შევხედოთ ამ საგზაო ნიშნებს და აი აქ ვნახოთ თუ არის. იმიტომ რომ აი აქაც არის საგზაო ნიშანი. კი ბატონო. საგზაო ნიშანი არის, ანუ მძღოლს ამ შემთხვევაში მაინც თუ ის ვერ დაინახავდა ზებრა გადასასვლელს დახაზულს გზის სავარ ნაწილზე საგზაო ნიშნისთვის უნდა მიექცია მას აუცილებლად ყურადღება. კი ბატონო. მოდიოდა თამა რომ საგზაო მოძრაობის ნიშნებს ის ვერ დაინახავდა შესაბამისად, მაგრამ გორში მცხოვრებლებისთვის უცხო არ არის, სად არის საგზაო ნიშნები, სად არის ზებრა გადასასვლელები და ვიდრე აქამდე მოვიდოდა რომელიც წერტილიდანაც არ უნდა წამოსულიყო, მას მინიმუმ 3 შუქნიშანი უნდა გამოევლო. აი იქეთ არის შუქნიშანი და როგორც ჩანს იმ სიჩქარით ის ვერ მოვიდოდა ტრაგედიის ადგილამდე, რამაც დედაშვილის სიცოცხლე შეიწირა, მას რომ მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაეცვა. გამოდის რომ ის დაახლოებით 5 კილომეტრზე, 3 კილომეტრზე, ალბათ ამას გამოძიებაც დაადგენს. ექსპერტები, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები ისაუბრებენ ამის შესახებ, რომ ის კონკრეტულ მომენტში მხოლოდ არ მოძრაობდა სიჩქარის გადაჭარბებით. მან დაახლოებით 9 ქალაქი აი ამ სიჩქარით იმოძრავა. მაგ კონკრეტულ დღეს და გარდა ამისა, ლადო ვიცით ყველამ რომ მას ამ საბედისწერო დღემდე და აი ამ ძალიან ტრაგიკულ ღამემდე 225 ჯარიმა ქონდა გამოწერილი. მოდი აი ახლა ამ თემაზე ვისაუბროთ. კი ბატონო, 225 ჯარიმა. აი რო ავიღოთ საშუალოდ, ხო, მინიმუმ 50 ლარიანი ჯარიმები ხომ უნდა ქონოდა გამოწერილი. ეს თანხა გადაიხადა 225 ჯარიმის პირობებში, მას ისევ ქონდა მართვის მოწმობა, ისევ იჯდა საჭესთან და მინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ, არ ვიცით ახლა ჩვენ ზუსტად ოჯახის წევრი მეყოლება ჩართვაში, მაგრამ ოჯახის წევრები ამბობენ რომ შესაძლოა მას იცოდა არაფხიზელ მდგომარეობაში რომ იყო ცოლმა, ამიტომ გაყვა მანქანით და იქ კადრებში ჩანს ეს ცოლი და კიდევ არაერთი დარღვევა ფიქსირდება ამ ადამიანის სახელზე და შენ გექნება უფრო მეტი ინფორმაცია, რა შეგვიძლია ვთქვათ ამის შესახებ, ლადო? კი ბატონო, როდესაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, როდესაც ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ამდენ ჯარიმაზეა საუბარი, მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი
ან სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენელი უნდა გამოსულიყო და უნდა ეთქვა, რომ ეს ჯარიმები რას ეხებოდა. კონკრეტულად ამ ჯარიმების რაოდენობა იძლეოდა თუ არა საფუძველს კანონმდებლობით, რომ მას მართვის მოწმობა აღარ ქონოდა. აი ეს ერთ-ერთი კითხვაა, თუმცა დანარჩენი კითხვები, რომელიც გამოძიებასთან მიმართებაში და საქმესთან მიმართებაში ჩდება ვერსიების დონეზე უკვე გაჟღერებულია ეს გარდაცვლილი და ტრაგიკულად დაღუპული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული დედაშვილის ოჯახის წევრების ნაწილის მხრიდან თუ კონკრეტულად აქ გამოჩენილი კადრებში ჩანს სათვალთვალო კადრებში წითელი მანქანით ვინ მოძრაობდა, იყო თუ არა ეს დაკავებული რევაზელის ბარაშვილის მეუღლე და ამ შემთხვევაში გამოიკითხა თუ არა ის პროკურატურის და სამართალმცველების მხრიდან, რადგან ამას ამ ვერსიების შემდეგ, რომელიც ესე არის გაჟღერებული, ამ საქმესთან დაკავშირებით ბუნებრივია გამოძიების საზოგადოებრივი ინტერესი არის, ამაზე ვსაუბრობ და გამოძიების ინტერესის უნდა გახდეს ეს და შესაბამისად გამოძიებამაც უნდა პროკურატურამაც უნდა გაავრცელოს ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია. თუ კონკრეტულად ვინ იყო წითელი მანქანით, ასევე იყვნენ თუ არა სხვა პირები ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანაში ბავშვების გარდა და ასევე ვინ მართავდა საჭეს, რადგან აი ეს კადრების რომლის ჩვენ როდესაც შიფრავთ ამ კადრებს ბავშვები გადმოდიან, მაგრამ საჭის მხრიდან გადმოდიან თუ არა ბავშვები, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და გამოძიებამ უნდა გასცეს ამ კითხვებზე პასუხი. რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დუმილით გლოვობენ, როგორც ოჯახის წევრების დიდი ნაწილი, ასევე მთელ ქალაქში დუმილი არის ამ გლოვის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ეს დუმილი ყველაზე ხმამაღალია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სწორედ შესაბამისმა ორგანოებმა გააკეთონ განმარტება და ამ დუმილის ხმა გაიგონ. აქედან გამომდინარე ნებისმიერი თემა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ამ საკითხთან ერთად ჩდება, ყველას უნდა გაეცეს პასუხი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და იმ ტრაგიკულად დასრულებული, ორი სიცოცხლე დასრულდა ტრაგიკულად, ორი ადამიანის, დედაშვილის და აქედან გამომდინარე დიახ, გამოძიებასაც, ხელისუფლებასაც და ყველას უნდა კონდეს პასუხისგებლობა. იმისთვის რომ ყველა ნებისმიერ კითხვას გაეცეს პასუხი. რაც შეეხება კიდევ ერთი თემაა, რომელიც ეხება წარსულში ნასამართლეობას და ეს დასტურდება, რომ რევაზელის ბარაშვილზე ამბობ, ხომ? დიახ. ბრალდებული დაკავებული უпроსორად პირობითი მჟავრი ქონდა 4 წლიანი პოლიციის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფის შემატყება გაიმართა როგორც ჩანს ფიზიკურად გაუსწორდა პოლიციის თანამშრომელს ყოველ შემთხვევაში ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ვკითხულობ და ასევე გადამოწმებულიც არის და ფაქტია რომ მას გარკვეული კონფლიქტი ქონდა სამართალმცველებთან და სწორედ 4 წლიანი პირობითი მისცეს იმ დროს როდესაც ზია ამაღლობელი პოლიციელმა რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა სილის გარტყმის გამო ვერ მოძებნა ხელისუფლებამ და ვერც სამართალმცველმა ორგანოებმა იმის საშუალება რომ გირაოთი მაინც გამოეშვათ პოლიციელი რომელიც არის ამ შემთხვევაში მეორე მხარეს ნაცემის სასტიკად 4 ხო ლადო მოდი კი ბატონო აი ამაზე შევჩერდეთ ეს ძალიან საინტერესო დეტალია რომელიც ახლა შენ ახსენე 4 წელი პირობითი მსჯავრი ჯერ პირველი მაინტერესებს როდინდელი ამბავია ეს ანუ ახლა ის იყო თუ არა პირობითი მსჯავრის ქვეშ და თუ კი საუბარი პირობითი მსჯავრი ქონდა 4 კი ბატონო არ არის ჯერ გასული ამის ვადა კი და აი როდესაც ეხა შენ ახსენე ზუსტად ძალიან ლოგიკურად მზია ამაღლობელის შემთხვევა ვნახეთ ხო როგორ დაისაჯა სილის გარტყმის გამო ეს ადამიანი დაკავებული არ იყო გარეთ ხო შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ აქედან გამომდინარე რომ მას შეიძლება მფარველებიც კი ყავს ზურგს უკან რა ინფორმაციებს ჟღერდება უყურეთ ყველაფერი მიუთითებს გარკვეულ აი აქეთკენ მიდის მაგრამ მტკიცებით ფორმაში მე მაინც მაგრამ როდესაც ამდენი ჯარიმა გაქვს როდესაც ამ სიჩქარით გადაადგილდები როდესაც პოლიციელის სემე და გირაოთი ხარ და პირობითი მსჯავრით გამოხვედი ყველაფერი მიდის მაგ მხარეს რომ გარკვეული მფარველობა აქვს ქონდა მას და აქედან გამომდინარე მოხდა თორემ ძალიან ბევრი ჩვენ ვიცით რომ პოლიციელს და სამართალმცველებზე სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც
კი ციხეში მიდიან ადამიანები, არც თუ ფიზიკურ ანგარიშთორებაზე და აქედან გამომდინარე საფუძვლიანი კითხვები ჩდება ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო და ლადო ბოლოს აუცილებლად მინდა შევეხოთ ზოგადად აი ამ ძალიან მძიმე თემას, რომელიც აწუხებს ადამიანებს. ახლა მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აი ამ მძიმეს ტრაგედიას, რაც მოხდა უკვე გორში, ამას სამწუხაროდ ვეღარაფერი ვეღარ ეშველება, ამ უბედურებას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის. ახლა ჩვენ რაც შეგვიძლია დავსვათ კითხვები, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ბოლომდე მივიდეს ადეკვატურად ეს გამოძიება და რომ სხვა ოჯახები არ დადგნენ იგივე ტრაგედიის წინაშე, ხო? გორის მცხოვრებლები, ისევე როგორც სხვა რეგიონებშიც, მაგრამ გორშიც საუბრობენ ამაზე, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული დრაფტინგი, მანქანების გადაადგილება, სწრაფი სიჩქარით, ეს უკონტროლო მოძრაობა ქუჩებში, იქ სადაც ქვეითად მოსიარულეები, ბავშვები გადაადგილდებიან, არის ძალიან დიდი პრობლემა. აი აქ შენ როგორც ადგილობრივმა უკეთ იცი ეს ვითარება, ეს რამდენად სერიოზული პრობლემაა, ლადო და რატომ არ არის სათანადო ყურადღება? აი ამ ფაქტის შემდეგ მოქალაქეები წავრცელებენ კადრებს, რომელიც ავტომანქანებზეა დამაგრებული და ამ ფაქტიდან 2 დღის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილი იმ სისწრაფით მიდის გორში, რომ აი მართლა გადარჩენილია თვითონაც და ასევე შემხვედრი ან ავტომობილი ან ქვეითად მოსიარულე ისეთი სისწრაფით მიდის. აქედან გამომდინარე საზოგადოებას ამაზე აქვს უკვე მძაფრი რეაქცია. ახლა არის მთავარი რომ კონტროლი გაძლიერდეს, ჭკვიანი კამერები უნდა დადგეს ქალაქში, მათ შორის სიჩქარის მზომველი და ასევე მოწესრიგდეს როგორც შუქნიშნები, ზებრა გადასასვლელები. თითქოს ეს კავშირში არ არის იმ სისწრაფით მოდიოდა კონკრეტულ შემთხვევაში ელის ბარაშვილი, მაგრამ მას ჰქონდა, როდესაც ყურადღება არ ექცევა არც ზებრა გადასასვლელებს, როდესაც ყურადღება არ ექცევა არც შუქნიშნებს, არც პატრული თუ გააჩერებს, თუ ინვერსიას დავეყრდნობით და ვიღაცა მფარველის გამო გაუშვებს, ეს ყველაფერი მიდის საბოლოოდ სამწუხაროდ იმ ტრაგიკულ მოვლენამდე, რაც გორში ვიხილეთ და სხვისი სიცოცხლის ხარჯზე, ამ შემთხვევაში დედაშვილის სიცოცხლის ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი. ვიღაცის მფარველობა თუ იყო მფარველობა, მაგრამ რაც შეეხება უსაფრთხოების წესებს, ფაქტია რომ უნდა დაიძრას ეს საკითხი. ალბათ უახლოეს პერიოდში მოქალაქეები უკვე მიმართავენ როგორც გორის საკრებულოს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ქალაქის უსაფრთხო მოძრაობის კუთხით გარკვეული გადაუდებელი აუცილებლობები გატარდეს, რომელიც მინიმუმ ზებრა გადასასვლელების დახაზვით არის, ან ამაღლებით არის. ეს უკვე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იმსჯელონ, რომელი უფრო ეფექტურია იმისთვის, რომ ვინც ფეხით გადაადგილდება, მათი სიცოცხლე იყოს არ იყოს საფრთხის წინაშე დაყენებული და იყოს დაცული. კი ბატონო ლადო, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ისევე როგორც ჩვენ აქედან და შენ უკვე ადგილიდან აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს, როგორ განვითარდება თუნდაც სასამართლო პროცესები. ჩვენ ახლა გვეყოლება უკვე დაღუპული დედაშვილის ნათესავი და ჩვენ როგორც ვიცით, ნათესავები დაიბარეს უკვე გამოკითხვაზე და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დიდი მადლობა შენ ჩართვისთვის და დიდი მადლობა ფორმულას, რომ აი ამ საკითხს ყველაზე დიდ დროს უთმობს და მეორე მხარეს რო ავიღოთ ჩვენ პროპაგანდისტული მედია, აი ამ ხელა ტრაგედია მოხდა, ხო? აი ამ ხელა ტრაგედია მოხდა და ერთი კადრსინქრონის დონეზეც კი არ გაშუქებულა ეს ამბავი. ხო, ნუ მათ სხვა ინტერესები აქვთ და კი ეს არის ნამდვილად, რომ მათი ინტერესის სფერო ადამიანი არ არის. მადლობა ლადო, მადლობა პირდაპირ ჩართვისთვის. ლადო ბიჭაშვილი, ფორმულა ჟურნალისტი, გორიდან გვერდებოდა პირდაპირ